რომელსაც ერთ დროს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორად ასახელებდნენ, მადლობებითა და საქებარი სიტყვებით ავსებდნენ, რეგიონებში ხალხს ახვედრებდნენ იმისთვის, რომ მისთვის მადლობები გადაეხადათ. დღეს ქართული ოცნების წევრები არათანმიმდევრულს უწოდებენ, ამტკიცებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული არ იცის, მას ქართულად წერაც კი არ შეუძლია ნორმალურად. ყოფილი მეოცნებე დღეს გააკრიტიკეს მისმა თანაგუნდელებმა, რიგითმა მეოცნებებმა თქვეს, რომ ღარიბაშვილმა არც არაფერი არ იცის, არც არაფრის ფაქტები არ აქვს და მისი წერილები მხოლოდ თვით გადარჩენას ემსახურება. თავად განმარტოს რა იცის, რასაც ჩვენ ხედავთ მისი წერილებიდან, ერთის მხრივ ეს არის რამდენიმე წერილი, აბსოლუტურად ცარიელი სიტყვები და ნული ფაქტები, მეორეს მხრივ საზოგადოებამ დაინახა და ახლა დაიწყება სასამართლო ცდები და კიდევ უფრო მეტად დაინახავს, მეორეს მხრივ დგას არაერთი მოწმე, კონკრეტული მოწმე, არაერთი დოკუმენტი, ფაქტები. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ფაქტებზე ვისაუბროთ ერთის მხრივ, ის რა თქმა უნდა, როგორც ჩანს გააგრძელებს ამ ტიპის რაღაც იერის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოზე, თუ რამე იცის, მას რანაირი შეზღუდვა არ აქვს არც წერილობითი ფორმით, არც სატელევიზიო ფორმით, სასამართლოზე შეუძლია მოგზანდეს და წარმოადგინოს. სასამართლოს არენდობაზე რა შუაში, ან თუ რამე იცის, ხო მეკითხები, თუ რამე იცის, ბატონო, მის წინაშეა თქვენი ტელევიზიაც როგორც ჩანს და ყველა სხვა ნებისმიერი მედია საშუალებაც. სამწუხაროდ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი საკუთარი თავის გადასარჩენად და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად ცდილობს პოლიტიკა გამოიყენოს. საკუთარი თავის გადასარჩენად არაერთ წერილს ავრცელებს, რომელთა შინაარსის პირდაპირ ეწინააღმდეგება ხოლმე მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს და მეორე მხრივ რა ქართულით არის დაწერილი, ეგ კიდე ცალკე ამბავი. 2024 წლამდე TV პირველს ერთი სიტყვა არ ეჯერა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებისა, ხოლო 2026 წელს ჯერა რომ მას აქვს ინფორმაცია თუ როგორ იმართება სასამართლო. 2024 წლამდე როცა ჩვენი გამოძიებები დასაჯაროებულა ღარიბაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგალითად ჩარტერული რეისებით ის კამპანიის შესახებ, თუ მისი კონკრეტული მდგომარეობის შესახებ, მისი ცოლის თვის ნაშრომებზე და ასე შემდეგ ბევრი გამოძიება გადავხედეთ TV პირველის მასალას. მერტმა დაამყაროს, რომ TV პირველის მასალებს უდისმა გადავხედეთ. რაიმე პასუხისმგებლობას ახსნით, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩადიოდა პრემიერ-მინისტრი დანაშაულს და თქვენ მას აქებთ. როდესაც ადამიანი ჩადის დანაშაულს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად ყველას მოეთხოვება კანონის სრული სიმკაცრით ყველა დანაშაულურ ქმედებაზე შესაბამის პასუხისმგებლობა. რუსთავის სამარტო საკანში ისმენს მსჯავრდებული ექს-პრემიერი ყოფილი თანამებრძოლების, თანაგუნდელების განცხადებებს მასთან დაკავშირების, აქვს თუ არა რაიმე მტკიცებულება ან ფაქტები ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სისტემა მართავს სწორედ პოლიტიკურ პროცესებს, რომ სასამართლოში სიარულს აზრი არ აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ის სავარაუდოდ ისაუბრებს, ყოველ შემთხვევაში ბოლო წერილში მოვისმინეთ მისი მინიშნება, რომ მან ბევრი რამ იცის, თუმცა როდის აპირებს ღარიბაშვილი დუმილის დარღვევას, ჯერ არავინ არ იცის.